მოვდივართ შოტლანდიიდან. შოტლანდიიდან არიან ეს ბარკალაიები, მე ყოფილვართ აზნაურები და ესე მოვდივარ დღემდე. მე სად დავიბადე? მე დავიბადე აქ, აი აქ. ეს არის ჩვენი წინაპრების ადგილი. აქ იყო ქვევით მიწა, აქ იყო ცოტა ამაღლებული და იქით იყო ორი პატარა სპალნის ვარიანტი. ეს იყო დედაჩემის და მამაჩემის მოსასვენებელი, მოდი, აი აქ ჩათვალე და აქ იყო ჩვენი სამივე ბავშვების. წარმოიდგინე, აი ამ პატარა ადგილში ცხოვრობდით ჩვენ და ცხოვრობდით თურმე ძალიან ბედნიერად, ხო ქალბატონო? მე გადაუწყვეტია ბაბუაჩემს, მამაჩემს, რომ წავსულიყავი ცენაკში და მე ასეთი პატარა ბიჭი ვიყავი, წავსულვარ ცენაკში, მაგრამ ეს ჩვენი ნათესავების სახლია, კარგი ხალხი ცხოვრობს, ყოველთვის მოგვესწრება, ყოველთვის მოვდივართ და აქ ნათესავები არიან, ჩვენი გვარი ბარკალაიები არიან აქედან ძირითადად. უგურე, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი გუშინ დავიბადე თითქოს და აი აქ. ჩემთვის ხო ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ეს არის ადგილი, სადაც მე დავიბადე და მინდა რომ როგორც ჩემი საქმე წავიდა კარგად, მთელი ჩემი ცხოვრება ისე წავიდეს ამ ოჯახში, ვინც დაიბადება მომავალშიც. უბრალოდ ერთი არის ის, რომ დედაჩემი იყო ისეთი ადამიანი, თვითონ რომ სულ მოდიოდა და არასდროს არ ივიწყებდა ამ ხალხს, მაგრამ მე ძალიან შორს წავედი და მეც რაც შემიძლია მოვდივარ და ეს არის ადგილი, სადაც დავიბადე და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, აი ყველაფერს. ამაზე უკეთესი ადგილი ჩემთვის არ არის. მთელ თბილისს, მთელ საქართველოს ეს ადგილი მირჩევნია. ესეა ისტორიულად საერთოდ ესე იტყვიან და რა ვიცი, ღმერთმა ქნას რომ არავინ არ დავივიწყოთ ის ადგილი, სადაც დავიბადეს და სადაც ფეხი მოვიდგით. სიარული სასწაულს. ახლა როგორ ვარ იცი? თან მიხარია და თან ეტირება. იმიტომ რომ აქ დაიბადა ჩემი წინაპრები და ჩემი წინაპრების საფლავი აქ არის 200 მეტრში და